გვაქვს კარგად ცნობილი ფორმულა 2 სიდიდის ჯამის კვადრატი ტოლია ამ სიდიდეების კვადრატებისა და მათი ორმაგი ნამრავლის ჯამის. ესე იგი, ზოგადად ფორმულა ასე იკითხება: a + b კვადრატში ტოლია a კვადრატ + 2ab + b კვადრატი. ვნახოთ, საიდან მიიღება ეს ფორმულა. ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს სიდიდე a, მონაკვეთი, რომელიც ლურჯი ფერით არის, აქედან აქამდე, და გვაქვს სიდიდე b, რომელიც მონაკვეთი, რომელიც ყავის ფერით არის შეფერადებული. აი, ამ ორი სიდიდის ჯამის კვადრატი უნდა გამოვიანგარიშოთ. ესე იგი, ერთი სიდიდი არის აქედან აქამდე, მეორე სიდიდია აქედან აქამდე. რა კი გვეუბნებიან, რომ ამ ორი სიდიდის ჯამის კვადრატი უნდა გამოვიანგარიშოთ? ალბათ ლოგიკური იქნება, ვიგულისხმოთ, რომ ავიღოთ ისეთივე სიგრძის, ჯამური სიგრძის მონაკვეთი, დავდოთ მის პერპენდიკულარულად, ანუ მივიღოთ აი ამ მონაკვეთებისგან შემდგარი კვადრატის ფართობი. შემდეგ მოვახდინოთ ესეთი რამ. პირველი სიდიდის წრფეების ზომით შევქმნათ კვადრატი და შევქმნათ მეორე კვადრატი უკვე აი ასეთი ზომის, რომელიც პირველ სიდიდეს პლუს სიდიდეს წარმოადგენს. და დავაკვირდეთ, რომ აი ამ კვადრატის ჯამი არის a კვადრატი, რა თქმა უნდა, a გამრავლებული a-ზე, ანუ a კვადრატი. ამ კვადრატის ჯამი არის b კვადრატი, ხოლო ამ მართკუთხედის ჯამი არის b გამრავლებული a-ზე და ამ მართკუთხედის ჯამი არის a გამრავლებული b-ზე. ჯამური ფართობი, მთლიანი ფართობი აი ამ დიდი კვადრატისა, რა თქმა უნდა, იქნება a კვადრატ + 2ab + b კვადრატი.